საქართველოს წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 27 მილიარდი ლარია, საიდანაც 21 მილიარდი ლარი, თითქმის 80% ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის. რა ტიპის გადასახადებს ვიხდით საქართველოში? პირველ რიგში ეს არის საშემოსავლო გადასახადი 20%, რომელიც ხელფასიდან გვეჭრება, დამატებული ღირებულებების გადასახადი, იგივე DGG, ეს 18%-ია, მოგების გადასახადი 15%-იანი, ასევე არსებობს ქონების გადასახადი, აქციზი და იმპორტის გადასახადი და ყველა ამ გადასახადიდან გება სწორედ ეს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი. ჩვენ ყოველდღიურად ვიხდით სხვადასხვა ტიპის გადასახადს. იქნება ეს მაღაზიაში თუ რესტორანში, ბარში 8 ლარიან ლუდს უკვეთავთ, აქედან ჩათვალეთ 2 ლარი აქციზზე და დამატებულ ღირებულების გადასახადზე მოდის. გვიჩნდება ალბათ კითხვა, ამდენ გადასახადს რომ ვიხდით, სახელმწიფო შემდეგ რაში იყენებს ამ ყველაფერს? ჩვენ ვაფინანსებთ სახელმწიფო ბიუჯეტს, რომლიდანაც შემდეგ იხარჯება ფული ჯანდაცვაზე, სკოლებში, უფასო განათლებაზე, ჯარი, პოლიცია, ასევე რა თქმა უნდა პენსიები, გზების დაგება. ჩვენ შეიძლება ხშირად გვიჩნდება უკმარისობის გრძნობა და ვფიქრობთ, რომ მთავრობა არასამართლიანად ხარჯავს ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს. თუმცა ამ თემაზე ბევრს არ გავაგრძელებ, იმისთვის რომ უფრო მეტი გაიგოთ, უყურეთ გადასახადების შესახებ სრულ ეპიზოდს ჩვენს YouTube არხზე.